დილანშვიდობის მეგობრებო, დაახლოებით 1 კვირის წინ გამოვიარა ჩვენ ეს ადგილი, ეს არის სოფელი გალავანი, მცხეთის რაიონს ეკუთვნის და აქ ხდებოდა კატასტროფული ამბავი, ვინც უყურა ჩემ ვიდეოს ალბათ იცის და დღეს აი გზევით არის სოფელი ზაქარო. მივიდივართ ახლა სახლისკენ. და არ ვიცი ეს რო არ გადამეღო რაღაც გულმა ვერ მომითმინა რა. აი ეს ადგილი რო გამოვიარეთ კომენტარის გარეშე ახლა უნდა გაჩვენოთ რა ხდება აქ. აქეთ ხალხი ცხოვრობს რა. მაგერ იქით სოფელია. და გამოვდივართ ცენტრალურ გზაზე. აგერ გზაზე გამოვდივართ. დღეს სპეციალურად რუსთავიდან ჩამოვიდით, მაინტერესებდა სიტუაცია როგორი იყო, დაალაგეს თუ არა. და ახლა მე მინდა რომ გაჩვენოთ რა გააკეთეს და როგორ მიალაგეს. აი გახსოვთ ხო, ეს ადგილი აქედან დავიწყე გადაღება. აქ ხდებოდა კატასტროფა და საშინელება. ნაგვის ურნები იყო გავსებული ნაგავით, გადმოპნეული იყო, ყველაფერი აი ძირს ეყარა. ეხლა ეს დასუფთავებულია, რაც ძალიან სასიხარულოა და ძალიან კარგი. აი ეს გზა მოდის ცენტრალური გზიდან, სოფელი გალავანია და მიდის სოფელ ზაქაროში. ეს ნაგვის ურნები აქეთ კოხტათ ლამაზად დაულაგებიათ. ასე ორჯობია. ჩვენ სოფელი გალავნიდან დაახლოებით 4-5 კილომეტრი არის აქამდე და დღეს ძალიან მაგარი თოვლი წამოვიდა, სასიამოვნო თოვლია, ამოვიდით აქ და ბესოს მანქანით წამოვიდით და გვინდა ახლა მოვატრიალოთ. კარგად მიდის. აჰა, კარგია. ძალიან მაგრას რეალს. სწორად არის, მოდი ეგრევე, აბა. ციგასავით რეალებს რა. აი ეგრე მოდი უკან, აბა თუ მოხვალ, მოდი. მაშინ წინ. მოვა კაცო როგორ ვერ მოვა. აი ბლოკირება ახლა არა აქ და ბლოკირება რო კონდეს დიაგონალზეა და სრიალებს. ქვევით გაყინულია ხო? აი ხა წამოვა. ამოვიდა, მაგრამ ცოტა ჩასრიალდა რა. აქ დაღმართია და სრიალებს რა, ქვევით გაიგედათო. ბეწო, რული აქეთ აიღე, აქეთ. ნელი გაზით არ ვერ წამოვა. პატარა გაზით ვერ წამოვა. მეცა ბესო. ქვევით ურავთო. ბიჭო, წინა ცხვირს უნდა მივაწვეთ, წინა ცხვირს, გაიგე, რომ ზევით ავიდეს. აი ეს ცოტა ისეთი ადგილია ქვევით სრიალებს მანქანა და. ხო. თან გაყინულია ქვევით და. ეხლა პირველ რიგში გვინდა საბურავები დაუშვათ ცოტა. 1 და 5-ზე, ასე 1 და 3-ზე დაუშვებთ და მე რა სიზამს ვნახოთ.
მაგრამ ძალიან კარგი ადგილია. ხო. ეს ახლა ბესო არის შენი ნისანი ამფიბია. წყალში ხო დაცურავს და ეხლა ნახოთ თოლში რას იზავს. თოლში დასრიალებს. ხო ბაბუ. ეს დავდგებდი. გასწორებული გულით ესე უნდა შემოხვიდი. ბოლომდე და მე აიღოს მარჯვნივ. ხო, ჯერ საბუროებს დაუშვებთ და მე ვნახოთ რა. ამხელა თოვლია. აჰა. ბესო აიღე და იქით იმასკენ ჩააგორე რა. მარჯვნივ აიღე. აბა იქით ჩააგორე, ფიქრობდი. სრიალებს. ნუ დააბუქსავებ, ეგრე არ გამოდის ბაბუ სრიალებს და. დაისრიალებს კი, ეგ არის. შო, კაი. შვენიერია. არაყის დაუტოვებია ვიღაცას. ეს ვართ ჩვენ ახლა სოფელ გალავანთანა ვართ, სადღაც მიმდებარე ტერიტორიაზე. ეგ ქვევით ჩანს სოფელი გალავანი. და ბესოს უნდა თავისი მანქანის დატესტვა. ეხლა ერთი ხიდით მაინტერესებს ადამდე ამოვა. წამო ბესო აბა, ცალი ხიდით რას იზავ. აჰა, ცალი ხიდით ფაქტიურად ავიდა იმ აღმართზე. აუ, ეხლა იქამდე ასვლა არ გინდა. ხო, ერთ კიდე აღმართს მივუახლოვდით და აბა როგორ ამოვა აქ ჩვენი პატივცემული ნისანი. თავისუფლად აიარა. ჩვეულებრივად. ავიდა. აბსოლუტურად უპრობლემოდ. აქედან ამოვდიოდით ახლა ჩვენ, ცოტა გზას ავწდით, დასრიალდა მანქანა და ცოტა ქვევით ჩააგორა რა. აი ნახეთ. აი გზას უნდა გავყვეთ. ეხლა ნელ-ნელა მე ჩავგორდეთ ქვევით. ეხა წინ. ავიდა. აი ზევით ეხლა არ ჩანს ნისლი არის ეკლესია. რამოდენიმეჯერ ვართ ჩვენ ამყოფები. და ეს გზა მოუყვება აქეთ. გაყვანული არ არის. კაი დიდი თოვლია და. აბა მაინტერესებს ეხლა რას ვიზავთ ჩვენ. წამოდი ჰა. აუ არა იშხუილა. ბეჭო, რა შხუილი ჩაიარე რა ია. ეკლესიამდე ვერა ვარ, რა სავარო. აი.
ეგ არის, всё, ამოსულია. ამოვიდა. ეს მაინც გულკიდაა, ვერ არა, მოატრიალეს კი. ვიფიქრე რომ უჭირდება.